ინტერნეტი ჭედავს. თუ მომცემს საშუალებას ინტერნეტი, ეხლა შეპირებული ლაივია ეს იმ ფსიქიკურ სიმპტომებზე, რომელიც საზოგადოებაში აღქმულია როგორც ჯანსაღი მდგომარეობა და ამიტომ ფარულია გარკვეულწილად და უფრო ძნელად ამჩნევენ ადამიანები. როგორც წესი, ნეგატიურ სიმპტომებს ამჩნევენ ხოლმე, სოციუმისთვის ნეგატიურს. და არსებობს სიმპტომატიკა ფსიქიკური სირთულის, რომელიც სოციალურად მიღებულია, მოწონებულია და მხარდაჭერილია. რამდენიმეს გამოვყოფ. ესეთები ბევრია. ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რომელიც ძალიან გამორჩებათ ხოლმე და პირიქით აჯილდოვებენ და აქებენ ესეთ მდგომარეობას და ცდილობენ რომ მიაღწიონ, არის ძალიან ზრდილობიანი ბავშვი. ეს ბავშვი წარმოიდგინეთ 6-7 წლის ასაკში შესაძლოა საუბრობდეს დახვეწილი ზრდილობით, იყოს გაწონასწორებული, აბსოლუტურად მისაღები, არ ვიცი სკოლაში, არ ვიცი ოჯახში თუ საადგნებოდ და სამაგალითო და სანიმუშო ზრდილობა ჰქონდეს, აი საუბრობდეს თქვენობით, სიცილის დროს პირზე ხელს იფარებდეს, მაგიდასთან როზის პირობითად ჩანგლებს და კოვზებს და ასე შემდეგ იყენებდეს ისე როგორც ეტიკეტი მოითხოვს და ბევრი მსგავსი რამ. და ეს ახლა საზოგადოებაში შეფასებულია, რომ დედა რა კარგი ბავშვია, როგორი გაზრდილია, ღმერთო რა ზრდილობიანია, ბედნიერი ამის მშობლები და ვის რო გაიზრდება ეს ესეთი გამოვა და ისეთი გამოვა. ამ ყველაფერს ბავშვსაც ასმენინებენ, რა თქმა უნდა და კიდევ უფრო მხარს უჭერენ, რომ ასეთი ქცევა განაგრძოს. არა და მეგობრებო, 6-7 წლის და გინდათ 10 წლის ბავშვი, რომელიც არის სრულიად ზრდილობიანი, უბრალოდ თქვენს წინაშე ავლენს ფსიქიკურ სიმპტომს. უბრალოდ თქვენ ეს არ იცით და არავინ არ იცის, რავი, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ეს. და ეს სიმპტომი არის ძალიან დიდი შიში. ვინაიდან ჯანსაღ შემთხვევაში, ჩვენ ხო ვიცით ადამიანი როგორ ვითარდება და რას აკეთებს, ხო? ჯანსაღ შემთხვევაში ჩვენ ბავშვობაში ზრდილობის წესები ნელ-ნელა შემოდის, მაგრამ გასიგრძეგანებული არ აგვაქვს, იმიტომ რომ არ გვეშინია. და ჩვენ ვენდობით დედას, ვენდობით მამას, კარგ შემთხვევაში, რომ ლაღად ვიყოთ. და სილაღე თავისთავად მოიცავს, რომ პატარა ბავშვი არის ხოლმე უზრდელი, იქ რაღაცას აფუჭებს, განა აფუჭებს, ეს ჩვენი შეფასებაა, რომ აფუჭებს, ჩვენი პროექცია. მას აინტერესებს იქ რა ხდება. ასევე შეიძლება აინტერესებდეს, რომ გააფუჭებს, მერე რა მოხდება. ეს დაკვირვების საგანია და ბევრი სხვა რამ. შესაბამისად, როდესაც ბავშვი არის ძალიან ზრდილობიანი, ზრდილობიანი და შენიშვნას არ იმსახურებს და ასე შემდეგ, ეს უკვე დაწყებული არის ფსიქიკური სირთულის გამოვლენა სიმპტომატიკით. მისახედია ეს საკითხი, არ არის ყურადღების მიღმა ჩასატარებელი და ამის ნაცვლად, როგორც წესი, იწყება ხოლმე ბავშვის ქება. დედა რა კარგია. ეს ერთი. მაგისი ძალიან მსგავსი და ახლო მდგომი არის ყველა საგანში, როდესაც ბავშვი არის 10-ოსანი თუ 20-ოსანი, არ ვიცი რა სისტემებია და სიტყვაზე ძალიან განიცდის თუ სადმე ქულა დააკვდა. აი ძალიან განიცდის ტირის და განიცდის და ცდილობს რომ ყველა საგანში ერთნაირად ქონდეს მაღალი ქულები. ესეც ფსიქიკური სირთულის ნიშანია, თუმცა მშობლებს უხარიათ ხოლმე ეს და გონიათ რომ აი ბავშვი ბეჯითია, პასუხისგებლიანია, კარგად სწავლობს, ღმერთო რა მაგრა იქნება ის ცხოვრებაში, რომ ესე კარგად სწავლობს და ასე შემდეგ რა. ესეთი წინასწარი ხედვა აქვთ. რეალურად კი ისევ სიმპტომთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ბავშვი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამ შემთხვევაში გარემოდან შემოსულ წესებს და კანონებს და აქ უკვე თვითშეფასების სირთულეც არის, რომ თუ მან 10-იანები არ მიიღო, ესე იგი სხვებზე ნაკლებობის განცდა იჩენს სწავლეთ თავს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ გამოადგება ცხოვრებაში და აქაც უკვე საჭიროა ინტერვენცია ალბათ უმჯობესია ფსიქოთერაპიის. ეხლა დასრულ ადამიანებზე რომ გადავიდეთ. ერთი ძალიან ფარული სიმპტომი, რომელსაც დღეს მეტნაკლებად უკვე იცნობენ, მაგრამ მაინც ერთი შეხედვით ძალიან დაფასებულია, არის გადაჭარბებული ლაგება. არიან ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, აი სოციალურად ესეა, რომ ეს ძალიან სუფთაა და კოპწიაა და ვაიმე ალაგებს და ძალიან აქებენ. ეხლა მართლა სასიამოვნოა ძალიან დალაგებულ სახში, რომ სტუმრად მიდიხარ.
ალბათ სასიამოვნოა. მე ბავშვობიდან ცოტა შიშის შეგრძნება მქონდა ხოლმე ეგეთ სახლებში რომ შევდიოდი. იმიტომ რომ თან პატარა რო ვიყავი, ჩემს ეს მეზობელს ჰქონდა ეს სიმპტომი. სულ ალაგებდა და იმის სახლში შევედი ერთხელ 3 წლის ვიყავი წარმოიდგინეთ. სხვა ბავშვებთან ერთად და ლოგიზე ჩამოვჭიქი და ისეთი შენიშვნა მივიღე, ის რა გააკეთებ მერთო, ვინ გასწავლა რომ ლოგიზე უნდა დაჯდეს, როგორ შეიძლება 3 წლის ბავშვს იმხელა ნოტაცია წამიკითხა, რომ ეთყობა ჩამრჩა ეს. და ძალიან დაალაგებულ სახლში რომ შევდივარ, მეშინია რომ რაღაცა არ ვიცი. ფეხი გადავდგა, ან ხელი გავამოძრაო, რომ რამე იქ დიასახლის არ შეუშალო ხელი რამეში. მართალია ალბათ ეხლა ამ სიტუაციაში შენიშვნას აღარ მივიღებ, ხო? როგორც სტუმარი და ასე შემდეგ მომithმენენ, მაგრამ სულ არ მინდა რომ ითმინონ ჩემი ქცევები, ხო, სადაც მივდივარ. და რაღაცნაირად შებოჭილად გრძნობ ხოლმე თავს, ნუ ეს ჩემია. მაგრამ ზოგადად ხვდები, რომ ალბათ სასიამოვნოა და ლამაზია და კაი გრძნობა არის დაალაგებულ სახლში სტუმრად მისვლა, ხო? მაგრამ აქაც სიმპტომია დამალული. თუ ადამიანი არის ზემოწესრიგებული, განსაკუთრებულად ალაგებს, ხეხავს, რეცხავს, ვერ ჩერდება და ასე შემდეგ, აი სულ მინიმუმ ეს არის სიმპტომი იმის, რომ რაღაც ნეგატიური ენერგია არის დაგროვილი და ის ლაგებით უმკლავდება ამას. ეს არის მინიმალური, რაც ამ სიმპტომის უკან იმალება. სოციალურად კიდე არის, რომ დედა, ეს რა გოგოა და რა ქალია, ვის ოჯახშიც ეს შევაღმერთო, რა ბედნიერება და ამაშიც ხარს უჭერენ. ანუ და ადამიანი ვერც კი გაიაზრებს, რომ აქ ატარებს ფსიქიკურ სირთულეს. გონია რომ რა ბედნიერებაა რომ ესეთია. და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქცევას. ეხა კიდევ ერთი ფსიქიკური სიმპტომი, რომელსაც თვლიან ხოლმე რომ ძალიან კარგია. აი კიდევ ერთ სიმპტომსაც გეტყვით, რაც გავრცელებულია და მხარდაჭერილია და მერე დავასრულებ. და ეს არის ზემზრუნველი მშობელი. დედა, მამა, სულ ერთია ვინ იქნება და მიდის ხოლმე დედა როგორი დედა 24 შვიდზე აკონტროლებს თავის შვილს და სულ ურეკავს და თავისი შვილის გამო ყველაფერი გაწირა, თავისი ცხოვრება გვერდზე გადადო. აი დედა ესეთი უნდა იყოს, დილას აჭმევს რაღაცა ბიო სუფთად მოხარშულ ფაფას და შუა დღისას არ ვიცი უთოვებს ტრუსიკს და საღამოს ესე დაყავს მასწავლებლებთან და თვითონ თმაც კი ვერ დაუვარცხნია, ისეთ დღეშია და სამაგერო შვილები, აი შეხედეთ რა ლამაზად ყავს ჩაცმული და ამაზეც ხალხი ამბობს, გიჟი დედა არის, ცოტა სიცხე თუ აუწევს შვილს, ეგრევე გიჟდება ექიმებთან დაყავს და აი დედა, ესე ამბობენ და რეალურად ეს ადამიანიც უკვე ფსიქიკურ სიმპტომებს ავლენს. და ეს ზეზრუნვა არ არის ის, რაც ბავშვის გამოა. ეს არის დედის გამო ან მამის გამო, ვინც არის ზემზრუნველი. ეს მას აქვს რაღაც ფიქსირებული განწყობა, რის გამოც ასე იქცევა. რაღაცას მუხტავს აქ. და ესეც რა თქმა უნდა თერაპიის საგანია. აი ეს მინდოდა მეთქვა, დაგემშვიდობებით და ლამაზი დღე.